ფეხით-ენგურის ხიდისკენ სოხუმიდან დევნილები თავშესაფრის მოთხოვნით რამდენიმე დღეში აფხაზეთისკენ ფეხით დაემართებიან. ირინა ერიმბა და თამაშ ჯღამაძე ცხოვრების დაუსაძლისი პირობების გამო თბილისის დატოვებას აპირებენ. ისინი წლებიან მთავრობას თავშესაფარს უშედეგოდ თხოვენ. წერილობითი მიმართვა მსვლელობის შესახებ დევნილებმა განსახლების მინისტრს უკვე გადაუგზავნეს. ამ დღეებში ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებსაც მიმართავენ. იძულებული გავხდი აქედან დასლა აფხაზეთში ჩავბარო ბატონო ამქვაფს ჩემი თავი. დევნილი ირინა ერიმბა აფხაზეთში დაბრუნებას ფეხით აპირებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თავშესაფრის მოთხოვნით მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. კობასობილანი თვითონ ვნახე გზაზე, ვთხოვლობდი მიმიღოს საუბრით. მეუთხარი როგორ აფხაზი ვარ აფხაზეთიდან, მაგრამ არ მიმიხო, მითხრა მე მეხება არ მაქვს. აფხაზეთიდან ლტოლვილი თავშესაფარს უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. მარტოხელა ლტოლვილი თბილისში ნაქირავებ ერთ ოთახში ცხოვრობს და თვიდან თვემდე 28 ლარიანი შემწეობით ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევს. დახმარების თხოვნით მე არაერთჯერ მივმართეს მთავრობას, არავინ ყურადღება არ მიმაქცია. 25 სექტემბერს პირდაპირ უცხადე უნდობლობას მთავრობას. ირინა ერიმბას მსგავსად აფხაზეთში თავშესაფრის მოთხოვნით ფეხით წასვლა სოხუმიდან დევნილი თამაშ ჯღამაძეც აპირებს. ბოლო მიმართვა ლტოლვითა და განსახლების მინისტრს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. თამაშ ჯღამაძე ამბობს, რომ წლებია თბილისში მისთვის თავშესაფარი არ მოიძებნა. რამდენჯერ მიუმართე მთავრობას, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს, სულ პასუხი იყო მაგათი. მოიცადეთ, დაგეხმარებით. გექნება თქვენი ფართი. აფხაზეთიდან დევნილები წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს გაუგზავნიან. იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნას ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, უახლოეს დღეებში ირინა ერიმბა და თამაშ ჯღამაძე თავშესაფრის მოთხოვნით აფხაზეთისკენ ფეხით სწავლენ.